მივესალმები ჩვენს მაყურებელს, თქვენ უყურებთ არტ დისკურს ანასთან ერთად. ეს არის დიალოგი ორ არტისტს შორის, სადაც მიმოვიხილავთ თემებს, როგორც არის ურბანული კულტურა და ხელოვნების სხვადასხვა დარგები. მე ვარ ანა ითონიშვილი, კრეატიული პროექტების მენეჯერი და ხელოვანი. ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარია ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ჩუბინიძე. მარიამ, სალამი. მადლობა წარდგენისთვის და მოწვევისთვის. როგორ ხარ, მითხარი ორი სიტყვით? მიშოს. თავად? მეც ძალიან კარგად ხასიათზე ვარ, რომ დაგვრთანხმდი სტუმრობაზე და ძალიან მაინტერესებს დღეს რას მოგვიყვები. პირველ რიგში რომ მითხრა ამ ეტაპზე რას საქმიანობ, როგორც ხელოვნებაში, ასევე მის მიღმა. ამ ეტაპზე ვმუშაობ სკოლაში. დავამთავრე ფილოსოფიის მიმართულება. და ვცდილობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა უფრო და უფრო შემოვიდეს ეს მხატვრობა. იმიტომ რომ მქონდა რაღაც სტაგნაციის პერიოდები და ამ პროცესში ვარ ამ ეტაპზე. რას დაარქმევდი შენს მიმართულებას? აი რა მიმართულებით ხატავ? ხარი მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი, აი რომელ ჟანრში ხატავ, უფრო როგორ შეაფასებდი შენ თვითონ, შენ სტილს? არ ვიცი, შეფასებას უფრო ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მაგ ასე ვთქვათ კატეგორიამდე არც დამიყვანი არასდროს და არც მომიაზრებია ჩემი ხელოვნება. ხელოვნება უბრალოდ ჩემი მხატვრობა არის უბრალოდ თვითგამოხატვის საშუალება, შესაბამისად მსგავს ჩარჩოებშიც არა უბრალოდ მსგავს კონტექსტში არ მომიქცევი არასდროს. ხო, მაგრამ დაახლოებით რო გითხრა უფრო პორტრეტებს ხატ, მე კი ვიცი უბრალოდ მაყურებელს რომ გავაცნოთ რა ჟანრ აბსტრაქციებს ანიჭებ უპირატესობას თუ აბსტრაქციებს არ ვანიჭებ უპირატესობას უფრო ადამიანის ფიგურაზე ვმუშაობ ხოლმე ძირითადად, ფერებზე ვმუშაობ ხოლმე ძირითადად, რომ პალიტრიდანაც ასე ვთქვათ გასაგები იყოს ის თუ რაზე ვხატავ და რას ვეხები, რას საკითხებს ვეხები. მიყვარს თუნდაც ილუსტრაციების კეთება, რომელიც საკმაოდ საინტერესო პროცესია, უშუალოდ ცალკე ნაწარმოებთან მუშაობა და შემდეგ ჩემი ინტერპრეტაციით მისი გადმოცემა. შესაბამისად რა მასალას იყენებ აი რო გითხრა? აკვარელში ვმუშაობ ძირითადად და ბოლო პერიოდში დავიწყე აკვარელის და ფერადი ფანქრების ერთად შეხამება, რადგან ბევრად უფრო ესეთი მოცულობით შეიძლება გახდეს ფანქრით და აკვარელიც არ არის ისეთი სტანდარტული რაღაც გამჭვირვალე ეფექტი არ აქვს. ჩემს ნამუშევრებში აკვარელის ამ ტექნიკას პატარა მონესმებს ვიყენებ და ცალკეც ვმუშაობ ასევე ფანქარში. მე მგონი მე და შენ ამაში განსხვავდებით ხო, იმიტომ რომ მე ძირითადად ვიყენებ აკრილს, არის ძალიან კომფორტულია ეს საღებავი ჩემთვის და ეს თვითონ ურთიერთობაც და მეტ თავისუფლებას მაძლევს, როგორც ფერების, ასევე სტრუქტურის მხრივ. ძირითადად ვხატავ დიდი ზომის ტილოზე. შენ რა სიტყვოდი? ანუ ალბათ ჩანახატები შედარებით მცირე ზომის და ტილოზეც მუშაობ? ტილოებზე იშვიათად მუშაობ ხოლმე, მხოლოდ შეკვეთების შემთხვევაში ასევე აკრილში, ზედში არ მიცდი არასდროს. და რაც შეეხება აკვარელს, სტანდარტული 60-40 ფორმატით, იმიტომ რომ თან პატარა რომ არის, უფრო მეტად მარტივად, ასე ვთქვათ, მისადგომი არის ის დეტალები, რაზეც მინდა ხოლმე რომ ვიმუშაო, შესაბამისად ეს ფორმატი ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია. ოკეი, რომ მოგვიყვე, როგორ დაიწყო ხატვა შენს ცხოვრებაში? ნუ ამ შემთხვევაში ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ ალბათ. ძალიან ტრივიალურად უნდა შევყვანოთ. კი, ბავშვობიდან დავიწყე ხატვა, სკოლის პარალელურად მეორე კლასში ვიყავი, როდესაც სამხატვრო 10 წლებში. შენ ცოტა ჩემზე გვიან დაგიწყია მაშინ, მე მართლა 2 წლის ვიყავი და მაგრამ მოუყვები მაგას გითხარი შენ. და იქიდან დაიწყო ეს ჩემი მხატვრული, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა. მე 5 კლასში ვიყავი, როდესაც გადაგვანაწილეს უკვე სფეროების მიხედვით და მე გრაფიკის მიმართულებაზე მოვხდი. და შემდგომში, როდესაც დავამთავრე უკვე სამხატვრო ატლეტი, მე უკვე დავიწყე ჩემს ნამუშევრებზე მუშაობა, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად, რადგან იქ უფრო აკადემიური მხატვრობის მიმართულებით ვმუშაობდით, შესაბამისად, უკვე დასრულების შემდეგ ეს თავისუფლების შეგრძნება ბევრად უფრო კომფორტული იყო ჩემთვის, რომ შევძელი საკუთარ ნამუშევარზე პასუხისმგებლობის აღება, რომ იქ აღარ იყო ვიღაცა ავტორიტეტი, ვინც შეძლებდა, რომ თუნდაც გაეკრიტიკებინა, ან ეთქვა, რომ ეს ესე არის, ან ეს ესე არ არის. შესაბამისად, ანუ მაშინ უფრო ვიგრძენი როგორც მხატვარმა თავი, როდესაც დასრულდა ეს სამხატვრო აწლედი და ესე. რას მეტყოდი, საჭიროა თუ არა, აუცილებელია თუ არა, გქონდეს სამხატვრო განათლება იმისთვის, რომ ბოლომდე ისიამოვნო პროცესით და ხატო, ან თუნდაც მე რაღაც შედეგებს მიაღწიო. ჩემთვის თვითონ ხატვის პროცესი
იმდენად ასე თქვა ძალიან აქტიური პროცესია. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მხოლოდ ჩვენი რაღაც ფსიქოემოციური მდგომარეობაა ჩართული. არა, ანუ ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც მოიაზრებს თვითონ ამ პროცესს და შესაბამისად თუ ადამიანს აქვს გარკვეული იდეა, შეუძლია ეს იდეა წერის მხრივაც განავითაროს და მით უმეტეს მხატვრობაში არ არსებობს ჩარჩო ისეთი, რომ აუცილებლად ამას შემდგომში დაერქვა მხატვრობა. ხო, ჩვენს მაყურებელსაც რომ მივცეთ мотиваცია, დაუშვათ აქვს ნიჭი და თავის სურვილები და ფანტაზიები. უნდა იფიქროს თუ არა იმაზე, რომ აი იცი მე აკადემიაში არ მისწავლია და არა, რა თქმა უნდა, არ შეიზღუდოს, ხო, ამას გეკითხები. შეიძლება სწავლობდე აკადემიაში და ასრულო თუნდაც 4 წელი, მაგრამ ვერ შედგე როგორც მხატვარი და ალბათ ესეც ბუნებრივია, რადგან მხატვრობა ის რომ მე მინდა რომ მხატვარი გავხდე, არ არის მხოლოდ ის რომ მგონი უფრო შინაგანი გამოძახილიც არის, ხო? ცხადია. ჩემ შემთხვევაში თან მე ვიტყვი აკადემიაში არტთან არაფერი მსგავსი არ მქონია აკადემიური შეხება, ანუ არ მისწავლია არსად და უბრალოდ ბავშვობიდანვე ეს პირველი გამოძახილი იყო, ხო იცი, ხო ჯერ ხო საუბარს იწყებენ და მე ჯერ ხატვა დავიწყე. დედაჩემს აქვს შენახული ჩემი ნამუშევარი 2 წლის რო ვიყავი, საღებავით პატარა პორტრეტი მაქვს დახატული, ჯერ ხმასაც არ ვიღებდი ოღონდ. ნუ ეს არის რაღაცა ბუნებრივი თითქოს რა, არც უფიქრიათ რომ შევეყვანე სადმე, იმიტომ რომ რაღაც თავისუფალ სტილში დავიწყე უკვე ხატვა. ვერ მაჩერებდნენ სულ ხატავდი და რაღაცა კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ასე გამოვიდა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 6 წლის ასაკში. ისე რომ არც ვიცოდი არაფერი, ან ჯერ მაგ დროს კოგნიტურად არ ხარ ჩამოყალიბებული კი არ ძალიან შორსაც ხარ. მაგრამ ნუ ესე მოხდა და აი ამას გულისხმობდი. იმის მერეც არსად არ მისწავლია, არც კურსებზე მივლია. არც აკადემიაში არაფერი, თითქოს თავისით ჩამოყალიბდა ეს სტილი. ამიტომ შენც მეთანხმები ხო, რომ აუცილებლად ეს არის თავისთავადი თანდაყოლილსაც შეიძლება ვერ ვუწოდოთ, რადგან შეიძლება ამაზე მუშაობა. ანუ თვითონ ეს რო პროცესია ესეც გასაგებია. ამას გულისხმობს სურვილის შემთხვევაშიც, თუნდაც ბავშვობიდანვე არ მოგდევდეს ეს და ახლა მოგინდეს, არის და ხო, არანაირი წინაპირობა როგორც ესეთი საჭირო არ არის, მთავარია გქონდეს იდეა, რადგან თვითონ ხელოვნება, ფანტაზიის და წარმოსახვის გარეშე მე მგონია რომ არაფერია. მხოლოდ რაღაც რეალისტური ნამუშევარი არაფერს არ გაძლევს, თუ იმაში რაღაც ემოცია არ არის, თუ არტისტი გულწრფელი არ არის. და ძალიან მარტივად იკითხება ნამუშევარში, სად არის არტისტი გულწრფელი და სად იყო ის რაღაცნაირი. აი ზუსტად აი ნამდვილე რაც მოდის ის ყოველთვის ემოციიდან მოდის და არა მაგალითად რამდენ გაკვეთილს და ეს არის აკადემიაში. ამიტომ ეგ ყოველთვის იგრძნობა. იმის მიუხედავად რომ ტექნიკა მარტივად გასარჩევია და ხვეწილი გაქვს თუ არა, მაგრამ ესეც გააჩნია რა ჟანრში ხატავ. აქედან ძალიან თავისუფლად შეგვიძლია გადავიდეთ როგორ შეიცვალა ხელოვნების დანიშნულება, ხო? ადრე ძველ დროში ჩვენ ვიცით რომ ძირთად ფოტოგრაფიულ თულად იყენებდნენ, ანუ მაგალითად ისტორიას რომ ადამიანის სახე შემოენახა, ხო? ხატავდნენ პორტრეტებს რომ მე ადამიანი დარჩენილიყო რაღაც მეხსიერებაში. როგორ შეიცვალა, შენ როგორ აღწერდი აი ამ პროცესს, რატო იყო ხელოვნება ადრე ესეთი ზუსტი და ეხლა უკვე გადავიდა აბსტრაქციაში მეტნაკლებად ფიგურებიც თუ ხატავენ ძირთად ესე ზუსტად მოხაზული არ არის ხოლმე, ხო? რაღაც ადამიანმა დაიწყო უფრო თავისი ინტერპრეტაციის ხატვა და არა იმისი, რასაც ხედავს, ხო? მე ვიტყოდი მაგალითად რომ ადამიანი ადრე უბრალოდ ხატავდა, რასაც ხედავდა, იმ სიზუსტით და ახლა ადამიანი ხატავს, რასაც გრძნობს. და ამიტომ არის ესე. და როგორც ეს და რადგან ეს უკვე ხატავს ემოციებს და შეგრძნებებს, მას რა თქმა უნდა ესეთ ფიქსირებული ფორმა ვერ ექნება, ხო? კი. აი ცოტა ამაზე რო უფრო მანამდეც რო გადავიდეთ, მხატვარი იყო ფაქტობრივად მედიუმი რაღაც უფრო მიღმიერ, ზიამაღლებულ სამყაროსა და მიწიერ სამყაროს შორის. და დროთა განმავლობაში ცხადია იცვლება ტენდენცია და მიმართებაც ხელოვნების მიმართ. როგორც აღნიშნე, მანამდე უფრო რაღაც ის რეალისტური ხელოვნება ფასობდა, რადგან მხატვრობის დანიშნულება სწორედ რაღაცა მომენტის ზუსტი ასახვა იყო, კი. და ამ ეტაპზე თანამედროვე ადამიანის როგორც ეს ფსიქიკაც რო იცვლება და გარემოც რო იცვლება და თვითონ ეს პოსტმოდერნულმა ეპოქამ მოიტანა ის საჭიროება, რომ მხატვრობა იყოს უფრო მიწიერი. აღარ არის საჭირო რაღაც ზეამაღლებული იდეები იმისთვის, რომ ის იყოს გასაგები ადამიანისთვის. შესაბამისად თანამედროვე ადამიანის აი ამ ცვლილებასთან ერთად ფეხ მიყვება, რა თქმა უნდა, ხელოვნების ეს ტენდენციის, მიმართულებების, ჟანრების ცვლილება. ანუ მე როდესაც შემიძლია რომ აბსტრაქციით გადმოვცე ჩემი ემოცია, იქ მე აღარ ვფიქრობ იმაზე, რამდენად გასაგები შეიძლება ის იყოს სხვისთვის. ან მე მომწონს თვითონ თანამედროვე ხელოვნების ეს
ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული სტანდარტი, რომ არტისტი რაღაცას ქმნის საკუთარი თავისთვის და შემდგომ იძენს ეს უკვე გარკვეულ მნიშვნელობას მასისთვის. ამაში არის ის, ასე ვთქვათ, მთელი იდეაც, რომ ამ რეალიზების პროცესში მე არ ვიზღუდები იმ კონტექსტში, რომ ეს რამდენად მოსაწონი და მისაღები შეიძლება იყოს ვინმესთვის. ამიტომაც რაც უფრო ავთენტურად გადმოვცემ მე ჩემს ემოციას და მე როგორ ზოგადად მხატვრობაში, რამდენად უფრო ავთენტურადაც გადმოიცემა ეს ემოცია, შესაბამისად უფრო მოსაწონიც ხდება მასისთვის, რადგან ის ხდება, რომ ის თავისუფალია, ის რაღაც დამოუკიდებელია და ხელოვნება ყოველთვის თავს აღწევდა რაღაც საყოველთაო მორალს. ანუ ხელოვნება არ შეიძლება დაიყვანებოდეს იმ რაღაც გაწერილ წესებზე, რასაც მას უყენებს თუნდაც საზოგადოება, ხო? შესაბამისად, ანუ დროსთან ერთად შეიცვალა თუნდაც მორალის მიმართ დამოკიდებულება, ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება, რაც უფრო მეტი არის ინფორმაცია, მით უფრო იზღუდება ადამიანი თავის ინდივიდუალურობაში. ანუ მე არ მრჩება თუნდაც იმის დრო, რომ სწორად რეფლექსირებდე გარკვეულ საკითხებზე. შესაბამისად, მე უფრო მიმარტივდება ჩავჯდე იმ კონტექსტში, რაც გასაგები არის ყოველთვის, ვიდრე ის, რომ მე ჩემი ცალკე ინდივიდუალური ხედვა ჩამოვაყალიბო. რას გვეტყოდი? აი ბოლო დროს რო ჩამოყალიბდა ესეთი მიმართულება, რაღაც დეპრესიული ესთეტიკა, მოდი ასე დავარქვათ, უფრო ფართო მასშტაბებზე ეძახიან ხოლმე ანტიგლამურულ სტილს და რა თქმა უნდა შესაბამისობაშია რაც შენ ისაუბრე იმასთან, მაგრამ აი ამაზე უფრო დეტალურად ვკითხე შენი აზრით, კონკრეტულად ამ მიმართულებისკენ რატო წავიდა? ხელოვნება. მე ზოგადად ვთვლი, რომ სევდა ძალიან ისეთი მეც ცოცხალი და აქტიური, ასე ვთქვათ, ფონი არის საიმისოდ, რომ მხატვარი მივიდეს და რაღაც გააკეთოს, რადგან თუნდაც მე ძალიან იშვიათად ესეთი აღტკინებული და აღტაცებული ფაქტობრივად არასდროს არ მივსულ ვარ იმის იქამდე, რომ აი ეხლა უნდა დავხატო. ის ფონი, რომლის ასე ვთქვათ, გადაფასების მომენტი მჭირდება, ხო? აი ეგ უფრო შთამაგონებს აიმისოდ, რომ მივიდე და დავხატო და რაღაც სხვა სახე მივცე იმ ემოციას, იმ შეგრძნებას. პლუს ამას მგონია, რომ სევდა თვითონ თუნდაც დეპრესიული ფონი, ეს პრიმიტიულად რო ვთქვათ, ნეგატიური ემოციები ბევრად უფრო აღქმადი არის ადამიანისთვის. რომელიც ხშირად ძალიან პოზიტიურ შედეგს დებს. კი, ნამდვილად. ბევრად უფრო აღქმადი არის ადამიანისთვის, რადგანაც ბედნიერი ადამიანი რაღაც სტაგნაციის მომენტში არის. ის უბრალოდ კმაყოფილია და მორჩა და ხელოვნებაშიც ალბათ ეს არის. არ პროგრესირებს არანაირად. უმეტეს შედეგსაც ვერ იღებს. ვერ, რა თქმა უნდა. და თანამედროვე ხელოვნებაში როგორც ის უკვე დაიწყო საკუთარ ემოციებზე ამდენად თავისუფლად საუბრის, ამის აფიშირების საშუალება რომ მოგვეცა, ამან გამოიწვია თუნდაც ისიც, რომ ეს მოთხოვნადი ეს უკვე მოსწონს საზოგადოებას, რადგან ისინი ხვდებიან, რომ ის არტისტი, რომელიც რაღაც ამ ხრივ საკუთარ თავს გამოხატავს, ესე იგი იქ პოულობს რაღაც საკუთარს. ჩვენ და სამწუხაროდ მე ვიტყოდი, რომ ტკივილი, სევდა და აი ეს სპექტრი ემოციების გაცილებით უფრო დიდი მაპროვოცირებელი ძალაა, რომ ხელოვნება შექმნა. მე არ მახსოვს არც ერთი ჩემი ნამუშევარი, ნუ ეს როგორ ვთქვა და არც ნაწერი, რომელიც გამოიწვია ბედნიერმა ემოციამ. მართლა არ მახსოვს. ეს ყველა იყო რაღაცა კრიზისის შედეგი, როცა შენ ეძებ რაღაც აუთლეტს, რომ ეს ყველაფერი გადმოიტანო მატერიალურ ფორმაში. და არასდროს არ ყოფილა აღტკინებული ან ბედნიერი და აი ამ პროცესში არ დამჯდარვარ ტილოს წინ. ალბათ მეთანხმები იმის მიხედვით, რაც ისაუბრე ზუსტად. ფრიდა კალოზე რას გვეტყოდი, ამ შემთხვევაში ის იყო ძირთად ძველი ეპოქის გამორჩეული არტისტი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტკივილი და ამ შემთხვევაში თან ფიზიკური ტკივილის იგულისხმებოდა მისი სხეულის გათვალისწინებით, რომ ტკივილი მუდამ თან დაძევს ჩემ ნამუშევრებს. რამდენად მოგწონს ფრიდას პირადი კითხვა, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არტისტია, რომ მითხრა შენი მოსაზრება. ფრიდა კალო მოახერხა, რომ ეს საკუთარი ფიზიკური და მით უმეტეს სულიერი ტკივილი. ნამუშევრების მიღმა ზოგადად ეპოქალური პერსონა იყო და ამიტომ მინდა რომ ასე ვისაუბრო. ის თუ როგორ ქმნის ის ავტოპორტრეტებს. როგორ აქცევს რაღაც საერთო ატმოსფეროში, რომელიც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი იმ პერიოდიდან გამომდინარე. ძალიან შთამბეჭდავია. აი ძალიან როგორ შეუძლია ადამიანს მართლა, მაშინ როდესაც სრულიად მოშლილი არის ყველანაირად, მაინც გააგრძელოს იმის კეთება, რაც მისთვის ალბათ, არ ვიცი, წყარო არის
სიცოცხლის წყარო არის. ერთ-ერთ რესურსში წავიკითხე, რომ ეს ფიზიკურად ძალიან ცუდად რო იყო და იწვა, უკვე საწოლში ჩაუდგეს ეს ხის დადგომი ტილო და უკვე იქიდან ერთადერთი რასაც აკეთებდა იყო ხატვა. კი. და მე მგონია, რომ ადამიანი თვითონ თავის წიაღში, თავის რაღაც არსებობის ფუნდამენტურში ძალიან ტრაგიკულია. შესაბამისად, ამ ტრაგიზმის გადმოცემა როდესაც შეუძლია ადამიანს, ხო, ეს ნებისმიერი თუნდაც ლიტერატურაში და ზოგადად ადამიანს იმის გააზრება, საკუთარი სასრულობის გააზრება აიძულებს იმას, რომ რაღაცა ღირებული და მასშტაბური გააკეთოს, ხო? როდესაც უკვე სხვა გზა აღარ არის, როდესაც ის თვითდამკვიდრების რაღაც ყველა ეტაპზე ადამიანი ამ თვითდამკვიდრების პროცესს გადის ცალსახად. მაგრამ თუნდაც საკუთარი სასრულობის გააზრება გაიძულებს იმას, რომ რაღაც მეტად მოიაზრო საკუთარი თავი, რაღაც მეტში სცადო საკუთარი თავი და არ შეიზღუდოს ზედმეტად, რადგან ისედაც ზედმეტად დაბორკილები ვართ ადამიანები, თუნდაც ვერბალურად, ხო? რომ მე როდესაც მინდა რომ რაღაცა გადმოვწე, იმდენად შებოჭილად ვგრძნობ თავს, რომ მირჩევნია ისევ რაღაც საკუთარ თავში როგორც წარმომედგინე სახეხატად, ისე გადმოვცე და ის მეიმედებოდეს, რომ ეს რაღაცნაირად სრულფასოვნად გადმოვეცი. შესაბამისად, ისედაც არც ერთი ნაშრომი არ ვიცი, თუნდაც ლიტერატურის ისტორიაში, თუნდაც ხელოვნების ისტორიაში კულმინაციის. ხო, რა თქმა უნდა. და აი ამ სიკვდილზე რაღაც ქვეტექსტუალური მიმართების გარეშე. რადგან ყოველთვის ადამიანს აქვს რაღაც არ ვიცი ეგოცენტრული მეტად ექსპრესიული და რომანტიულიც არის, ხო, ეს შეგრძნებები უფრო მეტად, ვიდრე მაგალითად ეს ვიხარ და შენ თავით ძალიან კმაყოფილი ხარ, ხო, ის ვეღარ ტრანსლირდება უკვე იმ ხელოვნების ნიმუშად, რომელიც შენ გინდა რომ შექმნა. მე ხშირად ხელოვნების შექმნის პროცესს ვაიგივებ გამოუვალ მდგომარეობასთან, იმიტომ რომ აი ხარ უყვებოდი ამაზე გამახსენდა, რომ რამდენჯერ ყოფილა, რომ რაღაც მოხდება შენ ცხოვრებაში ისეთი ან რაღაცა ისეთზე ფიქრობ, რომ აი არ მინდა ახლა არც გარეთ გასვლა, არც მეგობრის ნახვა, არც კომუნიკაცია არაფერი და ეს ზუსტად მაშინ მოდის როგორც შემოძახილი, რომ მაგალითად ხომ არ დავწერო, ან ხო არ დავხატო, უკვე რომ იმდენად ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, რომ ვერ ხვდები რა გზა იპოვო, რომ ეს ყველაფერი რაც შიგნით გაქვს, რომ გამოხატო, ხო? ამიტომ ხშირად ვეძახი თითქმის ყველა ჩემი ნამუშევარი შესრულებულია აი იმ მდგომარეობაში, რომ ღამეა თუ დღეა, აი ეს შეგრძნებები რომ მომაწვება, მე ვიცი, რომ ჩემი გამოსახატი ერთ-ერთი აუთლეტი არის ეს და შემიძლია რომ წყნარად დავждე და გამოვხატო, რაც მირჩევნია საუბარსაც, კომუნიკაციასაც და ზოგადად ძალიან მამშვიდებს. შენც ალბათ ასე ხარ, ხო? რა თქმა უნდა, მე მარტოობის კონცეფტი მიყვარს ძალიან და მარტოყოფნა მიყვარს ძალიან. მარტოსულობა არა, მარტოყოფნა, ფიზიკურად მარტოყოფნა, როდესაც მე შემიძლია საკუთარ თავს დავუთმო გარკვეული დრო და ამის ყველაზე არაჩვეულებრივი ვარიანტი, რა თქმა უნდა, არის ხატვა, იმიტომ რომ დღის განმავლობაში იმდენად ბევრ ინფორმაციას, ბევრ ენერგიას ბევრ შთაგონებას ვიღებთ გაცნობიერებულად თუ მაგრამ ამავდროულად იხარჯება ძალიან დიდი მენტალური რესურსი, რომელმაც მე შეიძლება შეგაფერხოს და ვერ შექმნა ის რაც გინდა. როგორ იტყოდი, როგორ უნდა ვნახოთ ბალანსი, რომ ხელოვნება რაღაცნაირად ჩვენ ცხოვრების ყოველდღიური თუ არა დიდი ნაწილი მაინც იყოს. იმიტომ რომ მე მაგალითად მქონია ესეთი პერიოდები, რომ წლები არ მქონია საშუალება და ფიზიკურად დრო არ მქონია, რომ ამას ყველაფერს სჭირდება ემოციური და მენტალური რესურსი, რომ ეს მექანიკური საქმე არ არის, უნდა განმარტოვდეს შენ ტილოსთან, შენ თავთან, შენ ფიქრებთან და მე გადმოსცე და ფიზიკურად დრო არ გრჩება ამისი. აი როგორ უნდა მოახერხოთ ადამიანებმა, რომელსაც ასე გვიყვარს ეს ჩვენი ხელოვნური გამოხატულებები, როგორ ინტეგრირდეს ხელოვნება ჩვენს ყოველდღიურ თუ არა, რუტინულად მაინც ცხოვრებაში როგორ ჩავსვათ. როგორ უნდა ჩავსვათ? არ ვიცი. ამის ფორმულას ხო, რადგან მინდა ძალიან მინდა, იმიტომ რომ ამის იქით მე საკუთარ თავს ვერაფერში ვერ მოვიაზრებ, ვერაფერში ვერ ვხედავ და ხელოვნება რო არ ყოფილიყო, მე ალბათ სრულიად დაშრეტილი ვიქნებოდი იმ რაღაცებით, რასთან იდენტიფიკაციასაც ახლა ვახდენ საკუთარი თავისას. შესაბამისად, მგონია რომ უბრალოდ თუნდაც გარკვეული დისციპლინის ჩამოყალიბება, რომ მე დღეს ვაკეთებ ერთ ჩანახატს, მე დღეს ვაკეთებ მეორე ჩანახატს, მე დღეს ვწერ, მაგრამ შემდგომში, მაგრამ ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი, თუნდაც წერას თუ შეეხება, წერა მეტნაკლებად შეიძლება ჩასვა, ასეთ მაგალ დავუშვათ წიგნს თუ წერ, რომ შენ თავს ესე ჩვევად შეუქმნა, რომ მოდი დღეს ამ თავს დავიწყებ და მე ყოველ დღე ერთ გვერდს დავწერ ან 50 სიტყვას. მხატვრობას რაც შეეხება, ვერ გავაიგივებდი, იმიტომ რომ იქ უკვე სხვა შთაგონება გჭირდება, შენ თავს ვერ ეტყვი, რომ მოდი მე დღეს ხელს დავხატავ და
ხვალ კონტურს მოვავლებ და რამდენად შეიძლება ამის ჩასმა. ასე შეგვიძლია ვისაუბროთ ხელოვნების სპონტანურობაზე, რადგან ამ თემას ეხება. ხელოვნება ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ჩემ მაგალითს მოვყვები. ეს არის იმდენად სპონტანური ინსპირაცია, რომ ერთხელ დედაჩემი ოთახში შემოვიდა და აი უცებ რომ მოგინდება, იატაკზე მქონდა დადებული ტილო უბრალოდ. დადებული, არც მიმაგრებული, არც არაფერი და მერლინ მონროს პორტრეტს ვხატავდი. ფეხზე დამდგარი, ეს ცოტა გადაღუნული ვხატავდი იატაკზე, რომ შემოვიდა, გაგიჟდა და იფიქრა ეს არის ალბათ. ხელოვნების პროცესი ამასთან გააიგივე. ხო და აი იმდენად სპონტანურია, შეიძლება უცებ მოგინდეს და ნებისმიერი მასალა გამოიყენო, რომელიც გააქვს. რაღაც ხელსახოცზე შემიქმნია სკეჩი, რომელიც შემდეგ გამხდარა წიგნის ყდა მაგალითად და აი ეს რო ვთქვათ, რამდენად შეიძლება დაგეგმო და აი ზღვარი დაგეგმვასა და სპონტანურობას შორის როგორ გადის შენთვის მხატვრობაზე კონკრეტულად. მეც საკუთარ გამოცდილებას შევეხები. მე მქონია ის პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტი ნამუშევარი შემექმნია და მართლა ისე იყო, რომ თვეში ერთ დიდ ნამუშევარს მაინც ვქვნიდი. იყო სწორედ აი ამ შთაგონებაზე, აი მოულოდნელ რაღაც ნაპერწკალზე, რომელიც გაიელვებდა და რომელიც აი ძალიან ისეთ მინიმალისტურ და სხვას რო შეეხედა მართლა რომ ვერაფერს ამოიკითხავდა ამ ჩანახატებამდე დამყავდა ჯერ რომ გვესმის ხოლმე ყველაზე კარგი შეგრძნება როდესაც უკეთებდი რომ აქ ეს არის და ესე რომ არ ამრეო და უი ხო ეგ არასდროს არ გამიგეთები. აუ ძალიან ისეთი არასდროს არ დამიგეგმავს ხალხო. ჩემი ნახა ეგეც უდეა ალბათ. ეგეც ძალიან კარგი ვარიანტია. უბრალოდ ცალსახად სანამ დაიწყებ რაღაცას, აი აქ რო რაღაც ხედავ. აი ზუსტად აი აქ მოდის პირდაპირ ხედავ ხოლმე წინ, თუმცა შენგან განსხვავებით და ძალიან კარგია რომ შენაკეთებ. არასოდეს ან მე ჩანახატიც ძალიან იშვიათად აი პირდაპირ ტილოს მივდგები ხოლმე და go with the flow პროცესი გამომდის ხოლმე და ეგ კარგია ალბათ რომ ადეკვატური ვარიანტია. ორივე კარგია, უბრალოდ სხვადასხვა მიდგომა არის, ხო? მე იმ მომენტში რადგანაც არ შემეძლო, გამიკეთება ესეთი ჩანახატი და 2 დღეში მივუბრუნები ვარ. ან არაერთი ჩანაწერი მაქვს თუნდაც ნოუთებში ტელეფონში, რომ აი ამ ეს გააკეთე, მაგრამ ამას სწორ მივუბრუნებულ ვარ. ვითომ დასრულებულ ნახატსაც მივუბრუნები ვარ 2 წლის შემდეგ და მე აი აბსოლუტურად შემიცვლია. ხო. ეგეთიც არსებობს. აი ამ პროცესს რაღაცნაირად დასასრული არ აქვს, ძალიან თვითკმარი პროცესია, იქ არ არის რაღაც რაც ესე უნდა იყოს, ან ესე არ უნდა იყოს, ხო? და შთაგონებაც ესეთია, შთაგონებას სჭირდება გავარჯიშება. ეს არ არის რაღაც რაც გაქვს და მორჩა. კი, რაც უფრო შედიხარ პროცესში, მე ყოფილა რომ არ ჩერდება ეს ნაკადიც, მოდის და თუ იშვიათია და ძალიან იშვიათად აკეთებ, ეგეც უფრო რთულდება, რომ თუნდაც ეს ფანტაზიის უნარი ცოტა გაგეხსნას, ხო? მე მაგ სიტუაციაში ვარ ახლა, რომ აი ისევ იმ შეგრძნებას ველი, იმ რაღაც მომენტს თუ გაელვებას ველი, რომელსაც ამდენი რამ გამაკეთებინა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი არ ხდება. იმის მიუხედავად, რომ ბევრად მეტ რამეს ვკითხულობ, ბევრად მეტ რამეს ვეცნობი, ვისმენ, აღარ მოდის ის იმდენად ბუნებრივად, როგორც მაშინ იყო. შესაბამისად, მაგ კონტექსტში ვიგულისხმენ გარკვეული დისციპლინა, რომ მე თუ ვიმუშავებ დღეს თქვათ იმაზე რაც დავინახე, იმას თუ ჩავხატავ ხვალ, ამ ყველაფრის მერე გაერთიანება მომცემს და გამიყვანს იმ ფონზე, რომ მე თავისაც მეტად მიაჩვევ, რომ გავარჯი ფანტაზიასაც უნდა გავარჯიშება, ესე ყველაფერი მართლა შთაგონებაზეც უნდა გახსნა ეს არხები, ხო? ცოტა უფრო იქით რომ გადავიდეთ, ხო, სპირიტუალურ ამბებში უნდა გახსნა ეს არხები, რომ უფრო მარტივად იღებდეს თუნდაც იმ ინფორმაციას, რასაც ვიღებთ ინსპირაციის სახით, ხო? სამაგიეროდ მე რა კარგი შეგრძნებაა ხოლმე ნახატზე, თუნდაც დაუსრულებელზე რაღაც ნაწილს რო დახატავ და რო ხვდები, რომ მოგემსახურა ფაქტურად ეს ნამუშევარი როგორც, რა ვიცი, თერაპია. რა სიტყოდი, რამდენად თერაპიულია ზოგადად ხელოვნება შენთვის პირადად და ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ არტ თერაპიებზე, რომელიც ერთი უკვე აპრობირებული მეთოდია ფსიქოლოგიაში და ძალიან ეხმარება როგორც დასრულებს, ასევე ბავშვებს. რა არის შენი აზრი და მონაწილეობა თუ მიგიღია, შენ თვითონ თუ ჩაგიტარებია ეს რაღაცები რო გითხრა. მე მგონი რომ თვითონ მხატვრობისთვისაც არაჩვეულებრივად თერაპიული პროცესი არის თვითონ ხატვა.
რადგან ხო კიდევ ერთხელ ამბობ, იმდენად ბევრი რამ არის ჩართული, რომ იქ ჩემ შემთხვევაში ამაზე მაქვს უკვე ნალაპარაკები, რომ ფიქრი წყდება, ანუ უბრალოდ აღარ ვფიქრობ. იქ რაღაც სხვა მოქმედებს ისეთი, რომ მე ხვდები რომ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ თან უკვე ვიცი რა შედეგი უნდა გავიდე, ხო, არანაირად გეკარგება და ხარ ზუსტად აი იმ მომენტში, როგორც რეალურად ისეც უნდა ვიყოთ, მაგრამ ადამიანები ვერ ვართ ხოლმე. აი მე და მარიამ მაგალითად აი ამ დროს ვართ in the now. აი რაც არის power of now ხდება ხატვის დროს. ჩემთვის წერის დროსაც. აი ითიშება, იკარგება სრულიად სამყაროს აღქმა და ვარ ბოლომდე ინტეგრირებული აი იმ მომენტში. კი ბატონო. ესე იგი თერაპიული დანიშნულებაც აქვს. ჩემთვისაც აქვს და სკოლაში მუშაობის პერიოდში ბავშვების შემთხვევაში, როდესაც მათ სჭირდებოდა აი ესეთი მეტი სტიმულაციისგან, ასე ვთქვათ, დაცლა და დამშვიდება, იყო მომენტი, რომ მე დამიხატავს და მას ზუსტად იმავე გაუმეორებია და შემდეგ გაუფერადებია და აი ამ პროცესში დამშვიდებულან. ანუ ეს მოთხოვნილება ყველას აქვს იმის, რომ რაღაცას მიაგნოს, რაც გაუნელებს, თუნდაც აი ამ ქაოსს თავში თუ გარეთ, მით უმეტეს გარეთ ისეთი ქაოსია ხოლმე, რომ იქიდან პირიქით კიდე რაღაცას დაეხსნა და ბავშვების შემთხვევაში, ვინც თუნდაც ვერბალურად ვერ გადმოსცემენ გარკვეულ ემოციებს, მერე რომ შენ აი ამ ბიცკით მისცემ საშუალებას და მიანიშნებ იმაზე, რომ ამ ხრივადაც შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა და აი ამ ფიქრის, ასე ვთქვათ, რეალიზება, ესეც თერაპია მეტი არაფერი არის, რომ აი შენ შეგიძლია აი ამ პროცესში ნელ-ნელა საკუთარი ემოციების და შეგრძნებების სახელდება ისწავლო, ხო? თუნდაც ამას რაღაც განსიტყვებულად ვერ ახერხებდე. ამიტომ მე მიღია მონაწილეობა მაგალითად არტ თერაპიული სესია გქონდა, სადაც მანდალას ვაწყობდით სხვადასხვა ფერის ბრინჯებით, რომელიც თან ამშვიდებს, თან ამ დროს ფერებთან თამაში, მით უმეტეს უფრო რაღაც მეტ შესაძლებლობას გაძლევს, რომ ეს ემოციებიც რაღაცნაირად განალაგო და მე მგონი ფერები არის ხოლმე გადამწყვეტი, იცი, აი ადამიანი დათრგუნული როა და რაღაც თავის ემოციებში, ეს ფერადი სამყარო ძალიან ეხმარება რომ რაღაცნაირად განალაგოს. ეგეც მიცდია წყალზე ხატვა თუ გიცდია? არ მიცდია. კი, აუ ძალიან საინტერესოა, წყლის ზედაპირზე ხატავ და რაღაცნაირად ჩერდება ეს საღებავი, რომ ფორმას უნარჩუნებს. ძალიან საინტერესოა. მანდალას ალბომები რო იყიდება, მაგალითად დასამშვიდებლად, ხო და რომ უნდა გააფერადო, თუ გქონია ეგეთ შემთხვევა, რომ გიყიდია, ან ვინმეს უჩუქებია და რამდენად გამოგადგა, თუ უფრო გირჩევნია, რომ შენთვის თავისუფალ ტილოზე, ან ცარიელზე ხატოს, შენთვის ინდივიდუალურად ის რამდენად ამშვიდებს, რომ მითხრა. მე გაფერადებას ძალიან მომშვიდებს. ხო, აი ეგ მაინტერესებდა. მაგრამ მაინც მირჩევნია, იმიტომ მე მაინც არა, მე გაფერადება მაინც არ მირჩევნია. ის მონახაზიც მე გავაკეთო და თვითონ გაფერადების პროცესი თითქოს რაღაცაში მზღუდავს, იმიტომ რომ უკვე დახატულია, ხვდები და აი თვითონ გაფერადების პროცესი ჩემზე დიდად არა, თუმცა ინდივიდუალურია და ამიტომ გეკითხე. როდესაც ესეთ მომენტი მაქვს, რომ ვერაფერს თავად ვერ ვაკეთებ, მაშინ ძალიან კარგი ვარიანტია, თუნდაც იმ გამოს, იმიტომ რომ იქაც შეგიძლია რაღაც ცების სადო, თუნდაც გრადაციები. იქაც შეგიძლია ექსპერიმენტო, კი ბატონო. თუ მაგამდე დავიყვანთ, რომ უბრალოდ გჭირდება რაღაც შეგრძნებების გასანელებლად და ცოტა ფიქრის გასანეიტრალებლად, მაშინ შეიძლება რომ გამოიყენო, მაგრამ ახლა მხატვრისთვის რა თქმა უნდა სხვა მოთხოვნილებაა, იმიტომ რომ მაგაზე არ დაიყვანება ხელოვნება, ხო? თუნდაც თერაპიაზე არ დაიყვანება ხელოვნება, ბევრად უფრო მასშტაბური ცნება არის, ხო? ისეთი კონცეფტი, რომელსაც ხალხი მთელ ცხოვრებას შეალევს. მაინც ბოლომდე ვერ გამოიკლევს რა არის. ბოლომდე ვერ გამოიკლევს, იმიტომ რომ აქ არ არის საკმარისი თუნდაც ხელოვნების ისტორიის ცოდნა, თუნდაც ასე თქვა ტექნიკის ცოდნა, ხო? რაღაც ბევრად მეტი არის, რასაც შენ ვერ ხსნი, რასაც შენ რაღაც სახეს აძლევ, ფიზიკურ რეალობაში აქცევ და მე ეს პროცესი ცალკე ძალიან ისე შთამბეჭდავია, ხო? თანაშემოქმედების მომენტი არის, როდესაც მნახველი აკვირდება შენს ნამუშევარს, რაღაცას ანუ კითხულობს იქიდან, რაღაცას იგებს, მის გამოცდილებასთან რეზონირდება და ანუ ეს პროცესი არ ვიცი უბრალოდ როგორ შეიძლება რომ არ უნდოდეს ადამიანს თავისინებით, როგორ შეიძლება შეგრძნება, თან რო ხვდები, რომ მინიმუმ ერთი ადამიანმა მაინც რაღაც შეგრძნება მიიღო, შეიძლება სრულიად საპირისპირო იყოს, ანუ შენ რა შეგრძნებითაც დახატე, იმას სულ სხვა მიუვიდა, მაგრამ ერთგვარი შუამავალი რო ჩდებია თითქოს სამყაროს და ამ ადამიანს შორის კავშირში, არის გადასარევი შეგრძნება.
ხელოვნება რომ არის ასეთი სპირიტუალური და ასეთი შთაგონებას დაფუძნებული მიმდინარეობა. რამდენად შეიძლება იყოს მარკეტინგული, კომერციული, ან თუნდაც რამდენად შეიძლება იყოს შენი შემოსავლის წყარო. აი ამასთან რა გამოცდილება გვაქვს რო ვილაპარაკოთ აი ამაზე. ჩემში თუ ქონია კერძო შეკვეთები ან თუ გაგიყიდია ნახატები. მე მაგალითად პირველი პერსონალური გამოფენა რომ მქონდა იქიდან გაიყიდა ნამუშევრები და რაღაც ან იმ მომენტში იყო სპონტანურად შემოსავლის რაღაც ერთჯერადი წყარო, თუმცა რამდენად სტაბილურია და რამდენად შეიძლება აქციო ის საქმეთ, რომელზეც დამოკიდებული იქნები. ასევე მქონდა შეკვეთა, რომ 3 თვის განმავლობაში ერთი კონკრეტული ძალიან საყვარელი ბარის დიზაინი გავაკეთე მთლიანად. იქ იყო ჩემი ნამუშევრებიც ჩამოკიდებული, კედლის არტიც გავაკეთე და შესაბამისად მე კარზეც გავაკეთე არტი. თუმცა ეს იყო 3 თვე მიმდინარეობდა ეს პროექტი და მე თითქოს არაფერი. რამდენად სტაბილური შეიძლება იყოს საქმე, რომელიც მხატვრობას ეფუძნება და შენ რომ მოგვიყვე, რამდენჯერ ან ხშირად ან იშვიათად ან საერთოდ თუ ყოფილა შენთვის შემოსავლის წყარო. ამ ეტაპზე ჩემთვის შემოსავლის წყარო არის art master-კლასების ჩატარება ერთ ფარმაცევტულ კომპანიასთან. ყველგან გაია. ხო, ეს სხვადასხვა ასე ვთქვათ პრეპარატების იმიჯს უკეთებ სხვანაირად ვთქვათ ილუსტრაციას, რომელსაც შემდგომში ვახატინებ მანამდე ფსიქიატრებს, ახლა ნევროლოგებს. საინტერესოა. ძალიან ანუ იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვისაც მანამდე ხელოვნებასთან შეხება არ ჰქონია, ან ჰქონია და ახლა პირიქით მიეცა საშუალება, რომ ხელახლა დაუბრუნდეს. აი ძალიან საინტერესოა ინდივიდუალური ინტერაქციაც ამ ადამიანებთან. მე მგონია, რომ ხელოვნება არც უნდა იყოს რაღაც მარკეტინგული სფეროს ნაწილი. ჩემი აზრით ხელოვნება ეს გაყიდვადი რაღაცა ვერც არ მოიაზრებოდეს, მაგრამ ეს შეიძლება ალბათ იქიდან წამოსული შთაბეჭდილება, რომ მანამდე ისტორიის მანძილზეც ნამდვილი ღირებული ხელოვნება არასდროს არ შექმნილა მასობრივი რაღაც თუნდაც გაყიდვის კონტექსტში. არასდროს რო არ ფასდებოდა და ყველა გენიალური მხატვარი მერე რო იქნა აღმოჩენილი, მას შემდეგ რაც გარდაიცვალნენ საუკუნეების შემდეგ, ხო? თუ გენიალობაზე მიდგა საქმე, ეს შეუძლებელია, რომ დაიყვანებოდეს ამ რაღაც გაყიდვის სფერომდე. თუმცა თანამედროვე ადამიანს რა თქმა უნდა აქვს მოთხოვნილება, რომ იმ თავის შემოქმედობითობასთან ერთად იყოს ეს მისი შემოსავლის წყარო. ეს ყველაზე იდეალურ ვარიანტში შესაძლებელიც არის. უბრალოდ თავარი ამ პროცესში არ დაიკარგოს შენი სტილი, არ დაიკარგოს შენ საკუთარი თავი, არ დაიკარგო ის როგორადაც მოიაზრებ შენს თუნდაც საკუთარ ხელოვნებას და ზოგადად როგორც უყურებ ხელოვნებას. თორე იდეალურ ვარიანტში თუ არის შესაძლებელი, რომ მე სხვა საქმეც ვაკეთო, მაგრამ ცალკე შევინარჩუნო ჩემი ასე ვთქვათ ინტერესის ეს სფერო, ჩემი რაღაც სიცოცხლის წყარო, რადგან ამის იქით მე არაფერში არ შემიძლია რომ გამოვხატო საკუთარი თავი, ხო? იმიტომ რომ გჭირდება ეს. შეიძლება ვიყოთ კარგი თანამშრომელი, შეიძლება ვიყოთ კარგი მშობელი, მაგრამ როგორც აი არსებას რა გავსებს, რაში მოიაზრებ შენ, ხო? თავს აი ეს არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. იმიტომ რომ ადამიანებს ზოგადად გვჩვევია, რომ ვიცით, შეიძლება რაღაც მტკიცებითი დავიწყოთ იმას ვილაპარაკე, რომ გვინდა ეს, გვინდა სიმდე, გვინდა ოჯახი, მაგრამ როგორც არსებებმა ეგზისტენციალურად რამდენად არასდროს არ ვიცით რა გვინდა და ალბათ ეს შეუძლებელიც არის რომ გავარკვიოთ, იმიტომ რომ სადაუბრუნდელს არის საკითხი. თუ ადამიანმა იგრძნო რომ რაღაც მისია ამ ხრივ ჩარჩოში მოქცევა რომ ეს მისი შემოსავლის წყარო უნდა გახდეს, ხო? და ამით თუ დავიბრკოლე მე ჩემი თავი რომ იცი რა ამას აზრი არ აქვს, ნუ ეს არაფერს არ მომიტანს და მოდი მე შევწყვეტ. არა, ამით ბევრად უფრო საზიანოს გავუკეთებს ადამიანს საკუთარ თავს. მაგრამ ნახე მეორე სახის პრობლემაც არსებობს, რამდენად შეიძლება ეგ იქცეს დაბრკოლებად, რომ ადამიანს კი უნდა რომ თავის ხელოვნება იყოს მისი შემოსავლის წყარო, მაგრამ უცებ ხდება რომ ვერ იქნება და იმდენ რესურს ხარჯავს, რომ დაუშვათ სხვანაირი სამსახური იპოვოს. მე ამ ახალ სამსახურს რო იწყებს, მე უკვე რამდენად ითრგუნება აი ის შთაგონება ზუსტად, რომელიც ამ საქმისთვის ჭირდება. აი ეს არის თემა ზუსტად, რომელიც ეხება ხელოვნებაში კრიზისს, არტისტის კრიზისს. აი ამაზე რო გითხრა, მე მაგალითად მქონია როგორ თქვა 6 წლისას რომ მქონდა გამოფენა 20 წელი აღარ დამიხატავს იმის მერე. იმიტომ რა თქმა უნდა მაშინ პატარა ბავშვი ვიყავი, მაგრამ ნუ დაიწყო შენი აკადემიური სოციალური ცხოვრება, სკოლა რო დავიწყე და ხა საგნებს რო ამზადებ და იმას ფიქრობ იმაში რა ნიშანს მივიღებ, ის შენი მეორე მხარე რომელიც გეუბნება რომ მოდი ავთენტურად გამოხატე, ის ითრგუნება, ნელ-ნელა ითრგუნება, მერე ჩვევაში გადადის და მერე უკვე წლები რო გადის, ხვდები რომ რაღაცა შიგნიდან რაღაც გაწუხებს და უკვე სახელსაც ვერ არქმევ.
მასაც ვერ აძლევ. სანამ ისევ არ მიხვალ, აი როგორც ვახსენე, ამ გამოუვალ მდგომარეობამდე, რომ რაღაც გეტყვის, რომ აი ეს არის რაც შეგიძლია და მიდი ახლა და დაიწყე. აი როგორ აღწერდი ზოგადად აი ამ კრიზისს, რომელიც ზოგი ადამიანისთვის მოკლეხნიანია და ზოგთვის გრძელვადიანი, შენ რამდენად ხშირად ან საერთოდ თუ გქონია და როგორ გამოსულ ხარ აქედან, აი რა იყო ესეთ გადამწყვეტი შეიძლება რაღაც დაინახე და გარეგანმა ემოციამ გამოიწვია, რომ აი იცი უნდა მიუბრუნდე ჩემ საქმიანობას, ან უფრო შინაგანი გამოცდილება, როგორც ისევ ემოციური აუთლეტი. რას გვეტყოდი? შარშან იყო წელიწადი, როდესაც საერთოდ არაფერი არ მიხატავს. აკვარელში გულისხმობ. აი, არ ვიცი, ამდენად დაშრეტილი შინაგანად კარგა ხანი არ ყოფილა. დაშრეტილს არ გულისხმობ თუნდაც შეგონებისგან, ან თუნდაც გარკვეული ემოციებისგან, არა. უბრალოდ ვერ მოვახერხე მასალამდე მისვლა. ვერ დავუთმე ამას სათანადოდ, რომ თან მე ძალიან ესეთი ცუდი ნებისყოფის ადამიანი ვარ. მე მინდა რომ იმ ნებისყოფა გაკეთდეს, იმ მომენტშივე ვიგრძნო, რომ ღირდა თუნდაც ეს რაღაც ჭირვეულობა რამაც აქამდე მიმიყვანა. ან საერთოდ არ აქვს ეგრევე ვანებებ თავს და შენგან გასხვავებით მე არ შემიძლია ნამუშევარს მიუბრუნდე და ხელახლა რაღაც ან შევმატო ან შევცვალო არ შემიძლია. ანუ თუ მოწყდი პროცესის დასრულებულია და აღარ შეეხება. მე ეს პროცესი გამიგრძელდა მაქსიმუმ აი რა ვიცი 5 დღეზე მეტი, მე იმას ვეღარ ვუბრუნდები, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ, იმიტომ რომ ის პირველ წყარო რაც იყო ამ ნამუშევრის ასე ვთქვათ შექმნისთვის მის ფონი თუ გამინელდა მე იმას ვეღარ ვუბრუნდები და ეს განელებაც ძალიან მარტივია, რადგან მართლა მთელი დღის განმავლობაში, როდესაც სხვაგან ხარ და სხვა რამებით დაკავებული აბსოლუტურად გამორიცხავს აი იმ ინტიმურობას, რომელიც გჭირდება, რომ გქონდეს ამ ყველაფრის გამოსახატად, ხო? ამიტომ მე ძალიან გამიჭირდა შარშანტე. მე მაქვს ხოლმე ორი აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა. ან მივალ ტილოსთან და ნამუშევარი იმ საღამოსვე სრულდება, ანუ რამდენიმე საათში არის სრულყოფილად დასრულებული, ან ძალიან ნელა მიიწევს და მე რადიკალურად შემეცვლება წარმოდგენა და შეიძლება აი როგორც მოგიყევი მიუბრუნდე და საერთოდ სხვა რაღაც დავხატო იმისგან. ეგ ყველაზე ესეთი ოპტიმალური ვარიანტია, თან დააბალანსო რა. მაგრამ ყველაზე ნაკლებად გამომდის დაგეგმვა. აი არაზრუს არ მიუყოლილ ვარ სკეჩს, არაზრუს არ მქონია მონახაზი, რომ აი ხა კვირის ბოლომდე მაგალითად ეს ნამუშევარი ესეთი იქნება. ან თავი პირდაპირ იხატება ის, რასაც ხედავდა მე დეტალები და დასრულდა, ან დავხატავ მაინც და მაინც არ მომეწონება და არ იქნება ისეთ როგორც წარმომედგინა, ან ის ვერ გადმოსცა რაც მინდა. მე მიუბრუნდები უკვე რაღაცა სწორი ინტერპრეტაციით. და შეიძლება სრულად შევცვალო რადიკალურად. მე ვიცი, რომ შენ გაქვს კედელზე შესრულებული ძალიან ისეთი მასშტაბური ნამუშევარი. შეიძლება ვცდები და გამისწორე ტერმინოლოგია. რა პროექტი იყო, რომ მოგვიყვე და ამას რომ მივაყოლოთ ზოგადად ქუჩის არტზე და გრაფიტიზე საუბარი. ნიკოს პროექტი იყო. ნიკო მაღლივი 2022 წელს. ძალიან რენდომად გავაგზავნე ჩემი ჩანახატი და თან დავურთე რომ მე კედელზე მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ მაქვს და არც ველოდი სიკვდილი. განაცხადის შეტანის ამბავი იყო და იქიდან გირჩევდი კებადანაც ირჩეოდა შემდგომში. და მაშინ დავხატე პირველად კედელზე და ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი პროცესი იყო და მაგის მერე იყო უკვე პატარა კერძო შეკვეთების მსგავსი. ის მაინტერესებს რამდენი ხანი გრძელდებოდა ეგ პროექტი კონკრეტულად და რამდენად გაგიჭირდა აი ხელა მასშტაბზე მუშაობა, როდესაც მიჩვეული ხარ ტილოს პატარა ჩანახატს და ასე შემდეგ. 9 დღე იყო გათვლილი. ეს იყო მაქსიმალური ვადა, ხო? კი, იმიტომ რომ ის თავის გადაღებას მოიაზრებდა ეს ხარაჩოები რო დაგუდგეს და რაღაც მთელ პროცესებში. ინდივიდუალურად მუშაობდი თუ ერთდროულად რამდენიმე არტისტი? აი კონკრეტულად ამ კერძით შენი იყო, კი ბატონო. 13 არტისტი იყო, თითო არტისტს ქონა საკუთარი ისეთი გამოფილი. ის სრულად შენი. აი ეგ არის ყველაზე საინტერესო გამოწვევა, ხო, ალბათ არტისტისთვის. ისეთი საინტერესო იყო, მართლა ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ თან ამ ხარაჩოზე ახლოდან რომ მუშაობ, ცალსახად უნდა ჩამოხვიდე, შორიდან დაინახო, მე აუბრუნდე და აი დამღლელი, დამქანცველი, ფიზიკურად კი, მაგრამ დღის ბოლოს სახლში რომ ბრუნდებოდი, იმდენად ავსებული ვიყავი. აი არ ვიცი. მაქვს ავსე შეგრძნებას ვერაფერი ვერ შეგიძლია. დადებითი ენერგიით. ფეხებს რო ვეღარ გრძნობ უკვე, მაგრამ ძალიან გმოყოფილი. მაგრამ რო ელოდები მეორე დღეს რომ იცი რომ ეხლა აი ამ ნაწილზე ძალიან სასიამოვნო. აი ეგ შემოქმედებითი და ახლა არასდროს არ არის დამქანცველი. იმიტომ რომ ის რესურსი კი არ გაცლის სინამდვილეში გმატებს. კი, მართლა.
ანუ ამიტომ არსებობს სხვადასხვანაირი დაღლა და ის ფიზიკური დაღლაც მე უკვე ნულს უტოლდება, ანუ ვეღარ გრძნობ, იმდენად შინაგანად კმაყოფილი ხარ, რომ ვეღარ გრძნობ მაგას. და მით უმეტეს შემოქმედი ადამიანისთვის სხვა მხრივ დაღლა აი მის შემოქმედებითობასაც აბრკოლებს, იმიტომ რომ ფიტავს, რაც არ უნდა ფიტავს და ეს ენერგიას გაცლის. ანუ როცა იმით ხარ დაკავებული, რაც ან არ გსიამოვნებს, ან არ გჭირდება, ან ასე შემდეგ, თუნდაც ვერ ეხმიანება შენ სამყაროს, ეს ენერგეტიკულ ლეველზეც გაცლის ენერგიას და როცა იმაში იხარჯები, რაც რეალურად გსიამოვნებს, ის უფრო ენერგიას გიბრუნებს უკან და გავსებს. ამიტომ უკვე ის ფიზიკური დაღლაც მოსატანი არ არის ხოლმე არანაირად. რას ფიქრობ და რამდენად კომფორტულია შენთვის ციფრული ხელოვნება, ანუ digital art-ი, აი Photoshop-ში, Illustrator-ში მუშაობა, თუ გიცდია რამდენად კომფორტულია, რომ მე მაგალითად ვცადე რამდენჯერმე, აგერ ჩემმა ძმამაც მაჩუქა პლანშეტი, ჩამიწერა Photoshop-ი და ასე შემდეგ და თავიდან ძალიან დიდი мотивაციით დავიწყე და მე რატომღაც მივხვდი, რომ აი თვითონ მასალა თუ არ ვიცი, აი ავთენტურად რო ვერ ვეხები, ხო, საღებავს და ეს თითქოს ვერ გავაკეთებ. კი ვცადე რამდენიმე მონახაზი, იქ მეტი საშუალება გაქვს, რომ მაგალითად ეფექტები დაადო, ფაქტურა შეუცვალო 1000 რაღაც, მაგრამ მე ყოველთვის შემთხვევაში ვეძახი, რომ აი ძალიან ძველი სტილის რენესანსა ვარ თქო, იმიტომ რომ უბრალოდ არ გამომევიდა და აი ვაღიარებ, რომ არა, აი წიგნის ყდაზეც რომ მუშაობდი, ეს რა თქმა უნდა ჯერ დავხატე ხელით და საღებავით და მე უკვე გაციფრულდა დიზაინერის მიერ, იმიტომ რომ აი მე რატომღაც ვერ გადავდივარ ამ ციფრულ მხარეს. შენ რას გვეტყოდი? მე ვცადე. რამდენჯერმე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დავინახე, ვერ გავედი იმ შედეგზე, როგორიც მოლოდინიც მქონდა. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან ისეთი მოუმზადებელი, ანუ არ მქონდა მე გარკვეული მსაობა და არც ნიადაგი საიმისო, რომ მე მართლა რაღაც გამომსვლო და მაგრამ მგონია, რომ ძალიან აუცილებელია იცნობდე ამ სფეროსაც, იმიტომ რომ დროს თუ ფეხი არ აუწყე გარკვეულწილად მე გაგიჭირდება შემდგომში უკვე ეს სტანდარტული ხელოვნების მიმართულებები ხო თუნდაც ფერზე რა გრაფიკა, მაგრამ ის ამას მაინც ჯაბნის, ამიტომ ისიც როცა გესმის, მაგრამ ამასაც აკეთებ, ანუ ყველაზე იდეალური როგორ ხდება, აი ჩვენნაირი ადამიანები, ვისაც მეტნაკლებად გამოზდის ხო ეს სფერო, იმისთვის რომ თუნდაც აი როგორც ვისაუბრეთ, რომ შემოსავლის წყაროთ იქცეს ან რაღაც საქმეთ გადაიქცეს, მათთვის ეს ხელოვნება ხშირად იწყებენ ხოლმე გრაფიკული დიზაინის სწავლას. შენ არ დაგიწყია როგორც მივხვდი, არც სწავლა და არც მაგ მიმართულებით გიფიქრია, არც მე, იმიტომ რომ დიზაინი კიდე სხვა ამბავი არის და აი ჩვენ როგორც ვხატავთ კიდე სხვა. ხო. რადგან ციფრულ ამბავს შევეხეთ, აუცილებლად ჩვენ დღევანდელ ეპოქაში წარმოუდგენელიც კი არის, რომ არ ვისაუბროთ ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნურმა ინტელექტმა შთანთქა ყველაფერი და ჩაანაცვლა უკვე ისეთი პროფესიები, მაგრამ მეტნაკლებად მექანიკური, ან უფრო ცოდნაზე და ტექნიკაზე დაფუძნებული, რომელსაც აღარც ჩამოუთვლი ხა ბუღალტერიდან დაწყებული, ყველაფრით გაგრძელებული პლუს უსასრულობამდე და რას იტყოდი ჩვენ კი გვისაუბრია ამაზე ინდივიდუალურად, მაგრამ მაყურებელსაც რო უთხრეს, შენი აზრით, რამდენად ჩაანაცვლებს ხელოვნებას დაფუძნებულ საქმიანობებს AI? მე ვთვლი, რომ ხელოვნებას ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ამის გამოყენება დიზაინი, მაგალითად რაღაც პროექტის დიზაინი შეუძლია, ხო, გააკეთოს თავისუფლად შეუძლია. ახლა აქაც კარგად გაგვეყოფა დიზაინი და აი სტილი, რომელშიც ჩვენ ვხატავთ. კი. იმას ნაწილობრივ ჩაანაცვლებს. ისიც შეუძლია, რომ სტანდარტულ მედიუმში შესრულებული ნამუშევარიც დააგენერიროს. და რა განსხვავება იქნება დაგენერირებულ AI-ის ნამუშევარში და ადამიანის დახატულ შორის, აი ეს რო გითხრა, შენი აზრი. რას დაკარგავს თუ ამას გააკეთებს ციფრული ხელოვნური ინტელექტი? გემოვნების კონცეფტი ხო, რომ მე მინდა რომ რაღაც მეხმიანებოდეს და მესმოდეს, ხო, ამას ვერ გააკეთებს ვერანაირად ხელოვნური ინტელექტი. ეს შეუძლია მხოლოდ ადამიანს. იმიტომ რომ ადამიანს მეორე ადამიანთან საკუთარი ადამიანური გამოცდილების, გაზიარების მომენტის იქით არც არაფერი არ ესაჭიროება. რატო ვკითხულობთ, რატო ვეცნობით ხელოვნებას? იმიტომ რომ რაღაცა ისეთი გაიჟღერა, რაღაცა ისეთმა გაიჟღერა, რაც მეც მიფიქრია, რაც ჩემთვის ძალიან ნაცნობია. შესაბამისად, ამას ხელოვნური ინტელექტი ისევ ადამიანის გარეშე ვერ იზამს. და ამ მხრივ არაჩვეულებრივი საშუალება არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტექნიკა არ ესმის, ვინც ვერ მიდის ამ საქმიანობამდე, მაგრამ აქვს თაკონება, აქვს ფანტაზია, ხო? წარმოსახვის უნარი თუ მაქვს, მაგრამ ამას ვერ ვაძლევ,
ვერ ვახორციელებ როგორც რაღაც ნახატს თუ ნამუშევარს, არ ვიცი, თუნდაც მუსიკალურ იმას. მაშინ შემიძლია ჩემი აზრით აი ამ ციფრულ ამბავშიც ისიც იქნება განსხვავება ზუსტად რო ვილაპარაკეთ დაგეგმვას და სპონტანურობას შორის. ახლა ხელოვნურ ინტელექტს თუ არ მიეცი, ხო? რაღაცა გეგმა და ინსტრუქციები იმის გარეშე ვერ გააკეთებს, ხო? და ხელოვნება ამ დროს თუ შეხედე როგორც სპონტანურს, ხო? ეს სპონტანურობა ფსიქოლოგიური კუთხით რო შეხედო, ემოციებს რა თქმა უნდა ვერ გადმოსცემს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტია და ექსპერტი საერთოდ ჩახსნილი აქვს. აი ეხლა ვფიქრობ, უბრალოდ ერთი ნამუშევარი მაქვს დახატული როგორც ინსპირაცია საიდან მოვიდა. ქუჩაში მივდიოდი, უბრალოდ მოვსეირნობ კოსტავაზე. და ჩემ წინ მიდიოდა გოგო ზურგჩანთით, შავი პალტოთი და ეს ქერათ მაქონდა ჩამოყრილი სახეზე არც დამინახავს. უბრალოდ მიდიოდა წინ. არ ვიცი, ძალიან რთულია რომ ადამიანის გამომეტყველების გარეშე მაინც მიხვდე მის ემოციას და იმდენად რაღაც თავისებური მანერა ქონდა სიარულის, რომ თითქოს ისე მიდიოდა და დარდიანებული, რომ ჩემამდე ეს ემოცია მოვიდა. იმდენად მძაფრად მოვიდა, რომ სკეჩი იქვე ტელეფონში გავაკეთე. სახე არ დამინახავს თან, ანუ მარტო უკანა ხედზე არის საუბარი, ჩემს წინ მიდიოდა და იმდენად განწყობა მოიტანა, რომ უცებ პირდაპირ აი ტვინში ჩამოყალიბდა რაღაცა სცენარი, სიუჟეტი, რასაც დავხატავდი და აი იქიდან დავხატე ჩემი ნამუშევარი, რომელსაც ქვია journey, მოგზაურობა, იმიტომ რომ ეს გოგო არა მხოლოდ ქუჩაში მიდიოდა, არამედ უბრალოდ იგრძნობოდა კიდეც, რომ ემოციურად რაღაც თავის წიაღისვლებში იყო. იმის მიუხედავად, რომ სახე არ დამინახავს. მივედი და ეგრევე გადმოვიტანე აი ის სპონტანური შეგრძნება, აი ზუსტად ამას ვყვები. ხელოვნება და მისი აი ეს ნაწილი ვერასდროს ვერ ჩანაცვლდება ციფრული ინდუსტრიით ვერასდროს. და ამიტომ ხელოვნებას დაფუძნებული სფეროები მე მაინც ვფიქრობ, რომ person based იქნება ყოველთვის, ანუ ადამიანის შესასრულებელი იქნება ნამდვილად. სადამდე არ უნდა დაიყვანებოდეს ხელოვნება, სად გადის ზღვარი რაღაცა სიყალბეს და არტისტულ ავთენტურობას შორის, აი ეგ მოგვიყევი შენი მოსაზრება, იმიტომ რომ თან შენი მოწოდებული თემა იყო. იმიტომ რომ გონი ძალიან აქტუალური საკითხია. იმიტომ რომ შეიძლება იმდენად მარტივად მოიხიბლოს ადამიანი კითხით, რომ ვერც კი გაიაზროს, ეს ვერც კი გაშიფროს. ისიც კი ვერ გაშიფროს რა მოეწონა ამაში, მაგრამ ანუ ეს რომ მუდმივად გესმის, ამას მუდმივად ხედავ, რა თქმა უნდა, გონია რომ ეს მოგწონს. მაგრამ კითხში ზოგადად განიხილება როგორც ხელოვნების სიმულაცია, ხო? მაგრამ მეორეს როდესაც ხელოვნება განიხილება როგორც ცხოვრების და ზოგადად არსებობის სიმულაცია, ანუ ეს კიდე უფრო იმდენად და საიდან მომზადდა ეს ნიადაგი ზუსტად აი სამისო, რომ ხელოვნება უკვე აი აქამდე დაიყვანება და სიღრმე აღარ გააჩნია. ინდუსტრიული რევოლუციის ნაყოფია. იმიტომ რომ ადამიანს უკვე დრო აღარ აქვს. ანუ ობიექტურად აღარ აქვს. ფიზიკურადაც აღარ აქვს და აღარ სუბიექტური რაღაცა ერთი ადამიანის ტრაგიზმი, ხო, ეს რეალურად ესე ხდება. შესაბამისად მე მჭირდება ისეთი რამ, რაც ჩემს თვალს მოხიბლავს. მე დავინახავ და რაღაც შთაბეჭდილები, ხო, ძალიან წამიერი, ძალიან მყისიერი, მაგრამ არაფრის მომცემი შთაბეჭდილებით აი უცებ ავივსები და ანუ იმის იქით აღარ მიდის, ხო? კითხის მთელი ეს, რომ იმას სიღრმე არ გააჩნია. ის არის უბრალოდ მართლა მასაზე გათვლილი, რომ უბრალოდ წამიერად მოხიბლოს, მაგრამ აი ზუსტად ის ნებისყოფის საკითხიც მაგედან მოდის, რომ ანუ ადამიანს ამ პერიოდში იმდენად ყველაფერი ძალიან მარტივად ეძლება. მარტივად ეძლება როგორ ძალისხმევის გარეშე. თუნდაც ინფორმაციის წყარო, რომ აი რესურსია, ხა ადრე რაზეც ბრძოლა უწევდა, ახლა აგერ გადაშლილია. კი, თუნდაც ცოდნა, თუნდაც ინფორმაცია, ხო? შესაძლებლობები, ინფორმაცია. რომ ეს ნებისყოფას ძალიან ანელებს, აზარმაცებს, ხო? ანუ მე აღარ მაქვს იმის დრო, რომ შევიდე რაღაც ეროვნულ მუზეუმში და დავდგე და ვუყურო ნამუშევარს და ის დაახლოებით 20 წუთი ვაანალიზო. ესე ძალიან ინდივიდუალურია, ვის რამდენი ხანი სჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ანუ ამ პროცესმა დაკარგა მნიშვნელობა, ხო? ეს გახდა რაღაცა მხოლოდ იმ ადამიანების პრეროგატივა, ვისაც ეს უნდა. მაგრამ ეს არ არის ასე, რადგან ადამიანს ყოველთვის ეტყობა, როდესაც აქვს შეხება ღირებულ ხელოვნებასთან, ხო? ეს გემოვნებაზეც არ დაიყვანება. უბრალოდ როდესაც აქვს შემხებლობა ხელოვნებას, ოღონ ზუსტად იმ კატეგორიის ხელოვნებასთან, რომელიც დღემდე ამდენად ფასობს, ხო? რომელსაც ვერასდროს ვერ ასე თქვა შეეცვლება დანიშნულება, იმიტომ რომ მე შემიძლია მივიდე და რა ვიცი რემბრანდტს უყურო, ხო, რემბრანდტის ნებისმიერ ნამუშევარს უყურო. ის როგორ შთამაგონებს, მე ვერაფრით ვერ შთამაგონებს თუნდაც კითხის. ერთ-ერთი სახე, რომელიც მართლა შეიძლება ლამაზია შეხედავ და მოგეწონოს, მაგრამ იმის იკითხვა არაფერი არ არის. ანუ ხელოვნება არის ის რაც შთაგაგონებს და ჩაგაგდებს რაღაც ჭვრეტის მომენტში, რომ შენ გინდა რაღაც განჭვიტო, რაღაც გაიგო, რაღაცას ეძიო.
და კითხი და თუნდაც ზოგიერთი თანამედროვე ხელოვნების ნიმუში ამის საშუალებას ფიზიკურად აღარ იძლევა და ვეღარ იძლევა, იმიტომ რომ თვითონ ადამიანსაც რაღაცნაირად აღარ აქვს იმის სურვილი, რომ ამდენად დაიტვირთოს საკუთარი თავი, ამდენი ძალისხმევა და ფსიქოემოციური რაღაც რესურსი ჩადოს ამაში, როდესაც იცის, რომ მასისთვის ეს უკვე არაფერი არ იქნება, ხო? ბოლო სადღაც ესე ვიტყოდი 10 წლის განმავლობაში ძალიან ფეხი მოიკიდა და ტრენდული გახდა ინსტალაციები ხელოვნებაში. ინსტალაციები ახლა შედგება არა მხოლოდ ნივთებისგან და რაღაცა ქაღალდზე შესრულებული ან თუნდაც კედელზე ან ასე შემდეგ ხელოვნებით, არამედ უკვე ადამიანებიც გამოიყენებიან როგორც ინსტალაციად. ახლა ძალიან ჩვეულებრივი მარინა აბრამოვიჩის მაგალითი რომ მოვიყვანოთ The Artist is Present და როზის, ანუ უკვე იქ არის ემოციების თამაში. მაყურებლისთვის ახსნი უბრალოდ რომ ეს იყო ინსტალაცია არა, მაგრამ ჩავთვალოთ როგორც ეგზიბიცია რაღაც პროცესის, სადაც მარინა აბრამოვიჩი, თანამედროვე არტისტი ჯდებოდა და წინ იცვლებოდნენ სტუმრები და უბრალოდ მთელი ხელოვნება მდგომარეობდა იმაში, რომ თვალებში ეყურებინათ ერთმანეთისთვის და რა ემოციას წამოეღებდა ეს ყველაფერი და იქ იყო რომ ხალხს ცრემლი მოსდიოდა და ასე შემდეგ. თუმცა ხ ძალიან რო არ გადავიჭრათ, შენ რომ მითხრა შენი აზრი, რა დამოკიდებულებება გაქვს ზოგადად ინსტალაციების მიმართ, ან ნივთებისგან აწყობილი მაგალითად და შენი მხატვრობა ან ხელოვნება თუ ყოფილა ოდესმე ინტეგრირებული ნებისმიერ სახის ინსტალაციაში. იმიტომ მე მქონია ეგეთი გამოცდილება და ამასაც მოვყვები. ხო, ჩემ გამოცდილებაში პერფორმანსი მსგავსი არაფერი. პერფორმანსიც არა, დაუშვათ რაღაც ნახატის ნაწილი ან თუნდაც რაღაც გაციფრულებული ვერსია იქ კომბინაციაში მოხვდა რაღაც ინსტალაციასთან, რამე მსგავსი თუ გქონია. შენი ნახატი თუ გამოყენებულა, ანუ რამე ინსტალაცია. მსგავს ინსტალაციაში ჩემი ნახმუშევრები არ გამოყენებულა, მაგრამ თვითონ პერფორმანსის იდეა არის ძალიან საინტერესო, რადგან როგორც თეატრში, ხო, იმ მომენტში, იმ წამს რო იქნება რაღაც შეგვიძლია დავარქვათ რაღაცა ლაივ ინსტალაცია არის, სადაც უკვე როცა უკვე პერფორმანსზე გადადის, ხო, კი ბატონო. და თან არტისტის ხასიათი ძალიან მკაფიოდ იქნება ხოლმე. პირდაპირ ემოცია ეს არ არის უკვე რაღაც სხვა მასალაზე გადმოტანილი, ხო, იქ პირდაპირ შენ ხარ. თან ეს განუმეორებელი იმწამიერი, ასე ვთქვათ, მომენტი არის, განსხვავებით ხა ჩვეულებრივ მედიუმში შესრულებული ნამუშევრებისგან, ხო, რომელსაც შეხედავთ, რომელიც არის და შეგიძლია მიუბრუნდე. ამას ვერ მიუბრუნდები. ეს არის რაღაც ძალიან როგორც სპექტაკლს ითამაშებ უკვე. კი, ერთი და იმავე სპექტაკლიც რო სამჯერ მინახავს, სამივეჯერ განსხვავებული ემოციებით წამოსულა მე და სხვადასხვა არ დარწმუნებული ვარ სხვაგვარად უთამაშიათ თვითონ სხვა შეგრძნებებით, ხო? შესაბამისად აბრამოვიჩის შემთხვევაში ძალიან საინტერესო გამიჯვნა არტისტის მისი ხელოვნებისგან, ხო? იმიტომ რომ შეიძლება როგორც პერსონა ადამიანი იქ თვითონ პერსონაა ხელოვნება. კი, ზუსტად. აი ცალკე აღებული მისი ხელოვნება იმდენად მნიშვნელობს, რომ იქ უკვე ადამიანის ეს ცალკე ხო, პირადი სიმპათიები არც მე გამაჩნია მარინას მიმართ, მაგრამ თვითონ აი ეს რაც გააკეთა, ეს არის უკვე ძალიან შინაარსობრივადაც და ისედაც მომხიბვლელი. კი ბატონო. იმიტომ რომ მე მქონია მაგალითად ეგ შემთხვევა ხატვასთან და ნამუშევართან არა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი დაწერილი პოემა მეორე არტისტთან ერთად კოლაბორაციაში დავპრინტეთ ფარდაზე და ძალიან სასიამოვნო და ესეთ ვიზუალურად ძალიან ესთეტიური შესახედი ინსტალაცია გამოვიდა. თან ეგ თემაშიც ჩაჯდა და არტერიაში მოეწყო ეს joint გამოფენა იყო და ამ არტისტმა მომმართა, რა თქმა უნდა, უფლება აიღო, რომ ჩემი პოემა გამოეყენებინა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ჩემი ნაწერი პრინტად ქცეული იყო, თუმცა ძალიან კაი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ესეც ისე მოულოდნელად. თუმცა მე ნაკლებად ვარ მიდრეკილი ინსტალაციების მიმართ და სიმართლე რო გითხრა, ეგ მიმდინარეობა მე თვითონ პირადად ხიდად არ მხიბლავს. ან მაგალითად ტილოზე შესრულებული ნამუშევარი ან წიგნის საკითხვა გაცილებით უფრო მეტ შეგრძნებას მაძლევს, ვიდრე რომ მივდივარ ინსტალაციის სანახავად, სადაც აი წიგნია გადაშლილი და რაღაც ვაშლი დევს. შეიძლება ჩემამდე ვერ მოდის ეს შეგრძნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ინსტალაციები რაც არ უნდა ტრენდული იყოს ჩემი აზრით, თავარია არ დავიდეს იმ შემთხვევაში, ეს ხო ნახე მუზეუმში ვიღაცამ ბანანი რო გამოაკრა და რაღაც ცალი ბოტასი რო გაიხადა და დადო რაღაც ყუთში და ხალხი უკვე იმდენად impressed იყო, ხო, რომ უკვე ხალხს მე მგონი ყველაფერი გონია ხელოვნება და რაღაც მაქამდე არ უნდა დავიდეს თქო თითქოს ღირებულებას უკარგავს, ხო ხდები ხტილოზე რო ყავა გადაგესხმება, ეგ არ შეიძლება $1 მილიონად გაყიდო. შეიძლება მე შენ შეასხა ფრთები და შენ გადმოსწერ ამას ეს რაღაც ბექსტორი აქვს რაღაც, მაგრამ ანუ ხელოვნება არ შეიძლება დაიყვანებოდეს. კი, შენი პირადი გამოცდილება
უნდა ვლინდებოდეს, იმიტომ რომ მაგით გადის ის იმ აუდიტორიაზე, რომელსაც შენი ესმის და რომელიც შენი მიტო გეკითხები ზუსტად კონკრეტულად. მე ცოტა სხვა შეხედულებები მაქვს, ცოტა უფრო ძველმოდური ვარ, მართლა, აი რა ვქნა, უბრალოდ ეგეთი ვარ რა. ანუ ძველ მედიუმებს და პლატფორმებს ხელოვნებისას გაცილებით უფრო მარტივად აღვიქვამ, ვიდრე აი ახლა რაშიც გადაიზარდა. უბრალოდ მაინტერესებდა იგივე აზრი გაქვს თუ საპირისპირო, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულებაა. მე პირადად ძალიან მომწონს, როდესაც არტისტს ისიც შეუძლია ისიც გამოსდის და მით უმეტეს აკადემიურ აი ამ ხელოვნებაშიც ახერხებს რომ რაღაცნაირად გადმოსცეს ის ყველაფერი რის საშუალებასაც ხანდახან არ იძლევა თუნდაც დიჯიტალ ხელოვნება რა ამიტომ ის ბალანსი თუ შეუძლია ადამიანს ყველაზე ალბათ ისეთი იდეალური ფორმა ეგ იქნება კი ბატონო ვიდეოც არ გაქვს ხო რამე ეგეთ ვიდეო ხო არ გაქვს აწყობილი შენი ნამუშევრებით ან რაღაც ეგეთი მე მქონდა ეგეთი გამოცდილება ანუ უსახელო გალერეაში იყო ერთ-ერთი პროექტი ბერლინელი არტისტები წავდათ ჩამოსული და რაღაც ერთ-ერთ კონკრეტულ თემაზე უნდა გვემუშავა და იქ პირველად გავაკეთე რომ ჩემი ძმა დამეხმარა სხვათა შორის გაგა ვიდეოს აწყობაში დამეხმარა იმიტომ რომ იქ უკვე ჩემი ნამუშევრების ფონზე ვკითხულობდი პოემას ან პატარა ვიდეო ინსტალაციად გავაკეთეთ და ამ უსახელო გალერეაში უბრალოდ გაუშვეს ანუ ხო იცი ძველი სტილის ტელევიზორები რო არის აი იქ გადიოდა როგორც ვიდეო და ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიახლე იმიტომ რომ მანამდე ტილოს და ქაღალდის გარდა არ მქონია გამოცდილება და აი ეგეთ რაღაცები მაინტერესებდა თუ გიქნი ანუ მე იდეაში ვცადე და ფეხი აუწყე უბრალოდ ვამბობ რომ ჩემი არ არის რატომღაც აი ეს რა გამოგდის ო ერთი ორჯერ ვცადე უბრალოდ ანუ ესე ორგანულად არასდროს არ მომინდება რა ერთი იყო ამ გალერეაში პროექტი და მეორე ხო ხედავ სხვა ადამიანის შემოთავაზება ამიტომ ძირითადად ჩემთვის მაინც ინდივიდუალური პროცესი არის და მაინც მარტო რო ვარ უფრო სხვა და ეს კომბინაციებთან კარგად ვერ მოდის ხოლმე აი რას გვეტყოდი შენ სამომავლო გეგმებზე მოდი ბოლოსკენ რო გავიდეთ უკვე რამდენად გეგმაო რომ მაგალითად ხელოვნებას რამდენად უფრო მეტი დრო დაუთმო რამე გეგმა თუ გაქვს რამე კონკრეტული პროექტი წამოიწყო თუ ჯერჯერობით ამ ეტაპზე გირჩევნია რა რეჟიმში ხარ ისე შენთვის ინდივიდუალურად ასე შეასრულო ნამუშევრები ამ რეჟიმში ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი თალსაღად მაგრამ ვისურვებდი რომ უფრო მეტი დრო მქონდეს საკუთარ თავისთვის მხოლოდ ხატვისთვის არა უბრალოდ საკუთარი თავისთვის იმიტომ რომ ხანდახან უფრო ვინც არ ხატავს იმასაც ძალიან უნდა რომ ხალხო დრო რატო აჩქარდა და რა ხდება საერთოდ ხო არაფრის დრო აღარ გრჩება ხატვისკი ანუ რაღაცების გადაფასების არა უბრალოდ შეფასების უბრალოდ რაღაც გაფილტვრის და გაგების მომენტიც კი არ მქონია ანუ დღეები ისე გასულა რომ რაც მომხდარა იმისი ანალიზი ფიზიკურად ვერ შემძლებია ვეღარ ასწრებს საერთოდ ანუ გადახარშვას ვეღარ ასწრებ და რეფლექსირებას ის კი არა რომ რაღაცაზე გადმოიტანო რა თქმა უნდა მაგრამ მაინც მაინტერესებს რამე კონკრეტული იდეა უახლოეს მომავალში ან შორეულ მომავალში თუ გაქვს რაი რას გააკეთებდი და თუ გეგმა უბრალოდ სურვილი გაგვიზიარე აი იდეალურ შემთხვევაში რას იზამთ იდეალურ შემთხვევაში რაღაც ჩემი სტუდიის მსგავსი მინდა რომ მქონდეს სადაც ჯერ საჩემო რაღაცას შევქმნი უბრალოდ იმისთვის რომ მართლა იმ თერაპიულ შეგრძნებებს დაუბრუნდე იმიტომ რომ თუ შეგრძნებაზე მიდგა საქმე იმდენი რამ მიგროვდება ხოლმე იმდენი რამ რაც შთამაგონებს რაც არ შთამაგონებს მაგრამ ცალსახად ზემოქმედებს ჩემზე თუნდაც აი იმ ყოველდღიურ რუტინაში რომ მაინც ახერხებს შემოჭრას ხო ანუ ამის გადმოცემას იქამდე სანამ არ შევძლებ, ვერ მოვისვენებ. შესაბამისად, ანუ ჩემთვის პრიორიტეტი არის ყოველთვის ჩემი სიმშვიდე. რომ რაღაცნაირად აი ყველაფერი ჩამოვიშორო, რაც ზედმეტია, რაც მე მეგულება როგორც ზედმეტი და დავრჩე ჩემ საქმესთან მარტო და ჩემი საქმე მოგაშორებით. ხო, ძალიან ბევრი რამ მოგ ჩამოსაშორებელი. დიდი რესურსი მიაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩამოიბანოთ. ეს პროცესია, როგორც თვითონ ცხოვრებას მოვიაზრებთ, როგორც პროცესი, აი ესე ინდივიდუალურად ამაზე დაყვანილი პროცესიც საკმაოდ მძიმეა, მაგრამ სწორედ აი ამ თუნდაც რეალობასთან გაბრძოლების აქტი მნიშვნელობს ადამიანისთვის, ხო, იმიტომ რომ მე არაფერი ვარ აი ამ წინააღმდეგობების, აი ამ დაბრკოლებების გადალახვის გარეშე შესაბამისად ვისურვებდი რომ შემძლებოდა აი ამ სიმშვიდის მოპოვება
განსაკუთრებით ხელოვნების მეშვეობით. სხვა დარგებზე თუ გაქვს რამე კომენტარი, რამდენად ახლოს არის შენი, ანუ ხელოვნების მიმართულებებიდან ნებისმიერი ერთი მაგალითად, ან ცეკვა, ან მუსიკა, ან წერა, რომელი გეხმიანება ყველაზე მეტად ხატვის გარდა, აი ეს რო ვთქვათ და ამით დავასრულოთ. და ალბათ მე მაგალითად აი აბსოლუტურად სულ ანუ ხელოვნების ოჯახში გავიზარდე, დედაჩემი თეონა ჩარკვიანი მოცეკვავე არის და ეს მოძრაობის ხელოვნება როგორ თავიდანვე ინტეგრირებული იყო ჩემ ცხოვრებაში. სხვათა შორის თეონას დიდი მადლობა რო არ ყოფილიყო ეს პოდკასტი არ იქნებოდა და იცი როგორ ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ სივრცეში იზრდებოდე თუ შეიძლება მერე უკვე მიიღო იმ ხელა გარეგანი გამოცდილება რომ უკვე შენთან ძალიან ახლოს იყოს და რაღაცა შეგეხმიანოს რა ეს მაინტერესებს. ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოხდეს ის კი უბრალოდ რახან მხატვრობაზე უკვე ვისაუბრეთ და გავარკვიეთ მაინტერესებს აი სხვა მიმართულებები რამდენად ახლოს არის კიდე შენთან ეხლა ცეკვა ვთქვი კონკრეტულად მაგრამ ლიტერატურა კი ბატონო ეს რომ მოგვიყვებით იმიტომ რომ კითხვის პროცესში ხო ეს ყველასთვის ძალიან გასაგები რომ რაღაცებს თან ხედავ და თან რაღაც სიუჟეტურ ხაზად გასდევს შენი ეს წარმოსახვის მომენტი აი ეგ ძალიან შთამოგვანებს ხოლმე მაგრამ მთელი პრობლემა და დაბრკოლება ჩემთვის არის ის რომ ამის მერე ფურცელზე გადატანის დროს თითქოს ვეღარ ხედავ ის რაც იყო ხო ზუსტად მეს და ანუ მაგ მხრივადაც ძალიან ვიძებები ხოლმე რომ ეს იგივე რა უნდა ქნა ის ზუსტად მაშინ რომ მოდის რა კიდე დაილოცოს ტექნოლოგია იმიტომ რომ ჩემ ნოუთებს რო გადახედო და ჩანაწერებს იქ უცებ ორსტრიქორიანი ლექსია დაწერილი პატარა რაღაცა ფანქრით მოხაზული რაღაცა რომელსაც მე შეიძლება აი ზუსტად ისე ვეღარ გადმოსცე როგორც მაშინ გქონდა და რა უნდა ვქნა გაგძელე რასაც ამბობდი უბრალოდ მგონია რომ იმავე სიტუაცია, იმავე რაღაც ფიქრში უნდა ჩავარდე იმისთვის, რომ მე ისევ იქ მოიწიო რაღაც რა. ჩემც მაგალითად ეგრე ყოფილა, რომ თუნდაც აი თუ ორ დღეში გამნელებია სურვილი, რომ ნამუშევარი გამეგზელებინოს, თუ რაღაც იმავე კონდიციაში აღმოჩნდი, ისევ უბრუნდები. ძალიან ლიტერატურასთან რომ მოგვიყვია შენი კავშირი ან დამოკიდებული. ხო, ლიტერატურა რომ ჩემთან ძალიან ახლოა, ძალიან ახლო. იმის გარდა რომ მე თვითონ წერ, ასევე წიგნის გამომცემლობებში მუშაობდი წინა წლებში და ეს სფერო ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან და ამიტომ მაინტერესებს შენ რას გვეტყვი. ლიტერატურა ძალიან მაინტერესებდა თავიდანვე, მაგრამ აი უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდში უკვე როგორც ფილოსოფიურ ლიტერატურაზე რო გადავედი, ეგეც მაგანაც შეავსო ეს ჩემი რაღაც ინტერესის მოთხოვნილება და მე იყო ლიტერატურული კლუბი და აი იქ კიდე უფრო თავისუფლად ვიგრძენი თავი, რადგან ძალიან ბევრ ახალ ნაშრომს გავეცანი, ძალიან საინტერესო ადამიანებს შევხვდი და ზოგადად ადამიანისგან წამოსული შთაგონება ჩემთვის კიდევ უფრო ესეთია რაღაც საფუძვლიანი რა, იმიტომ რომ კი ლიტერატურული ნაშრომით მიიღებ გარკვეულ იდეას, მაგრამ ის მაინც არ არის იმდენად რეალური, არ ვიცი როგორ რა შესაძლოა მოვფიქრო, მაგრამ როდესაც ადამიანისგან მოდის ეს ყველაფერი, ბევრად უფრო შთამბეჭდავიც. უფრო ახლოსაც მოდის და შეიძლება სხვა ადამიანმა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერპრეტაციით დაგანახოს ეს ყველაფერი, ამიტომ ლიტერატურაში კი ბატონო არის ხოლმე ეს. ძალიან დიდი მადლობა მარიამს, ესეთი ამომწურავი და საინტერესო საუბრისთვის, რაც ეჭვი არ მეპარებოდა, თვითონ ისეთი საინტერესო ადამიანია. ჩვენ ამ პოდკასტში შევეხებით ხოლმე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს და დაგველოდეთ, შევხვდებით მეორე ეპიზოდში. მადლობა.